17 მარტი გალაქტიონ ტაბიძის ტრაგიკულად გარდაცვალების დღეა. შემოგვერთდა სტუდია ავტოგრაფის დამფუძნებელი კინოდოკუმენტალისტი გალაქტიონის სახელობის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი ქალბატონი ნინო ხოფერია, რომელიც გახლავთ ასევე არაერთი ფილმის ავტორი გალაზე. დილა მშვიდობის ქალბატონი ნინო, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ვიზიარებთ თქვენს ემოციებს გალაქტიონთან დაკავშირებულს. Dacă Batumis festivalul nu văxenit, Batums un omălot de cenățări răguax. Trebuie să existe Batum și de aici. Batums un da umălot de cerți targuecnevo da galaktionis xma. Batumi romara, zero. უმადლოდე. ქავდან როგორ იყო პოეტის ცხოვრება სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში, ამაზე რომ ვისაუბროთ და რა თქმა უნდა შევეხებით აუცილებლად მის პოეზიას, აუცილებლად შევხებით მის პიროვნებას, აუცილებლად ვისაუბრებთ იმ საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც თქვენი დაფუძნებულია და რა თქმა უნდა თავისთავად როგორც ვახსენე არაერთი ფილმის ავტორი ბრძანდებით და შესაბამისად ამ ფილმებზე მუშაობით და არა მხოლოდ ისეთი ფაქტებიც არის თავისთავად აღმოჩენილი თქვენს მიერ, რომელიც საზოგადოებისთვის შეიძლება უცნობი იყოს და თქვენი ფილმების მეშვეობით ნათელი მოეფინა მათ. ამდენ კომპლიმენტსაც არ ვიმსახურებ მაგ გალაქტიონთან დაკავშირებით, რომ გალაქტიონი არის ამოუწურავი თემა და მე ვფიქრობ, რომ ასე დარჩება ბოლომდე. დღეს 17 მარტია და ეს ქართველ ადამიანს ეს ტკივილი აქ ახლავს მუდამ, ეს რომ რატომ მოხდა ეს რომ ვერა მართალია შეუძლებელი გალაქტიონზე რა გაგინავს ყველაზე დიდი ლირიკოსი თავს იკლავს და რომელსაც აქ ასეთი სიტყვები მოვიკლავდი თავს მაგრამ ჩემო სამშობლო არ მინდა მოგაყენო შეურაცხყოფაო ხო და აი როგორ მტკივნეულია ხო ეს ყველაფერი და სხვადასხვა ვერსიები ამაზე მე ვისაუბროთ იმიტომ რომ არსებობს კიდევ აზრი იგივე მისი ძმისშვილის ბატონი ნოდარ ტაბიძის ჩემი მასწავლებლის რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა აბა რა იყო ბატონო ნოდარ ვეუბნები მკვლელობა იყო ხელიკრა ვინმე არა ეს არ იყო მკვლელობა მას მიაჩნდა რომ აი ვინაიდან გალაქტიონის სვამდა რაღაც წუთითო ბინდი გადაეკრა მის და გააზრებული ქმედება არ იყო ასე. ხო, არ იყო გააზრებული და აი აქედან გამომდინარე ამას არ უწოდებს თვითმკვლელობა და სხვათა შორის ექიმთა საზოგადოება იყო ასეთი ეფემერა. რომელიც ამტკიცებდა რომ ეს არ არის და პატრიარქთან დიდი არზა მიიტანეს, ამიტომ. ის გამოწესი აუგესმის. და ამის მიხედვით პატრიარქმა და ეს მახსოვს მე, ეს საოცარი დღე პატრიარქი ამოვიდა თაწმინდაზე გალაქტიონის საფლავთან და აუგო და აი მახსოვს, აი როცა ამას ამბობდა, რომ აი გალაქტიონი ხელი აუკანკავდა ეს მახსოვს აი ეს რაღაცა მუდმივად არის ჩემს მეხსიერებაში რომ აი რა შეიძლება ადამიანს მიცვალებულს გაუკეთო ამაზე მეტი რაც პატრიარქმა მაშინ ირწმუნა და გაუკეთა გალაქტიონს როგორც მამამთავრმა ეს თავის თავზე აიღო და თავის თავზე აიღო ეს თავის თავზე აღებული და შეიძლება ეს ხელის ამის გამო იყო ხო და ბოლო პერიოდი ხო სოფო გაინტერესებდა ბოლო პერიოდი იყო სრულად ჩვეულებრივი დადიოდა ეს გამომცემლობებში და უფრო წინა პერიოდები ვინაიდან მისი უბისიგნაკები სავსე ამ 1000-ნაირი ჩანაწერებით და ეს 365 უბისიგნაკი იქ შიგადაშიგ ნახავთ ხოლმე ასე ჩანაწერს რომ არა მე უნდა მოვიკლა თავი. აი ახლა უნდა გადავარდე ნავიდან სოხუმში ამ დროს.
ახლა ეს მაგრამ მე ამას თვითონაც რაღაცნაირად უარყოფს და სხვა ესე იგი რაღაც მიდრეკილება დეპრესიისკენ მქონდა მაგრამ აი რა განაპირობებს გალაქტიონი რომელსაც ვერ ვიტყვით რომ აკლდა დიდება და პატივი მაგრამ ესევე ჩანაწერებიც გვაქვს ხო ერთი ჩანაწერია ჩემთვის სული შემძლევრად წერს რომ აი ამდენი ხანი არავინ მკითხულობს ახალი წლის დღეები როა ისე რომ მოვკვდეო კაცშვილი სანამ არ აყოლდები კაცშვილი ვერ გაიგებს ერთი ახლობელიც არ მოსულა წამომპარის პალტო ქუდი ანუ მას გალაქტიონს რომელიც ცხოვრებაშივე გალაქტიონი იყო ამის ჩაწერა უთოს რომ არავინ არ მკითხულობს და შეერიგდები ნიშნავენია ის ჩანაწერებიც ასევე სადაც საუბრობს მეგობრების შეძენასთან დაკავშირებით მეგობრების შეძენასთან და ის გეგმავს კიდევაც როგორ უნდა შეიძინოს მეგობრები ხოლო ასე კარგად უნდა დაელაპარაკო ყველ მოიკითხო უნდა არავის კაცრად არ უნდა მიმართო და რაღაცა გეგმა აქვს რომ როგორ შევიძინო მეგობრები ბავშვი ჩანაწერს ბავშვი ჩანაწერს გავს ბევრი ჩანაწერი მის უბისიგნაში ხო რაღაცნაირად აი იქ ვიღაცები იცინიან მე ხო არ დამცინიან მაგრამ კი ვარ გენიარი მანელი ეს იცის მან და მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით კვდები ეს იცის მაგრამ პარალელურად მის ძმას აბესალომს რომელიც 2 კლასიან სასწავლებელში შეასწავლეს შენმა მოწაფეებმა რამე თუ დაწერონ ჩემზე არ დამიმალო ყველაფერი მითხარის რა 2 კლასიანი სოფლის ხო ისინი რა სიტყვიან და აი რაღაცნაირად ხდებოდა რომ ეს იცის ყველაფერი თან არ იცის რომ არის გენიარი მანელი ალბათ ეს გენიოსებისთვისება არის ეს იმიტომ არც ერთი გენიოსი სოფლიოს მასშტაბით არ ყოფილა ნამდვილი გენიოსი რომ ხო ნამდვილი გენიოსი კი აი ისტორიის გამარდება რომ არ კონდეს ეჭვი თავის გენიალობაში ხო და ესე ბუნებრივია ეს გენიოსთა თვისება და აი ეს აი ის გახსოვს ხო ის ლექსი თვარის შუქი ბაღსეფინა კარგად ახლა ხმათ არის ყველაფერი არის ძლიერ კარგად ყველაფერი ძლიერ ცუდად არის ხო აი ეს არის რაღაცა რეფრენი მისი ცხოვრების ხო მისი ცხოვრების რაღაც აი თანსდევს ეს ტრიქონები იყო აი დაუცველი ადამიანი იყო შინაგანად ეს ნიღბის ტარება რომ დაჭირდა ხო მას დაჭირდა არა სხვას ეს რომ მართლა ლოთი ხო არ იყო გალაქტიონი ყველამ ვიცი ხო ხო ცნობილი ფაქტია ხო ეს ცნობილი ფაქტია ის ილოთიანი კი რატო ეპოქა ნიღბია ხო ეს არის ნიღბი ცხადია ხო და ახლა პოეტმა თავის ამ ტიპის ნიღაბზე უნდა იფიქროს თუ თავის ხო და თანაც იმდენად შრომატევადი იყო ეს მისი სამუშაო ის კი არა რომ აი გალაქტიონი დათვრებოდა ლექს დაწერდა და სტრიქონს გაოგდებით აი მისი არქივი რომ ნახოთ იმდენი შრომაა ჩადებული რამდენი ვარიანტია თვითონ ლექსის გადახაზული მიწერილი ის გადახაზული ის ყველა ვარიანტია თვითონ ლექსს 16 ვარიანტია ბოლოს უამრავი აი ერთი ლექსს ვერ ნახავთ რომ ერთ ლექსს რომ იქ ვარიანტები არ იყოს თანაც გაგიკვირდება იმდენად ბევრია და იმდენად კარგია რომ აი არჩევა და ჟანრობრივადაც თემატურადაც ანუ ყველაფერს ეხება აბსოლუტურად ხო ნებისმიერ მოვლენას სოფლიო მასშტაბით იქნება ეს თუ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე კი ყველა რა თქმა უნდა სიყვარულთან აიგივებს გალაქტიონ ტაბიძეს მისი ლექსებიდან გამომდინარე ისე იმღერება თითოეული ლექსი მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ბევრი ვარიანტი ყოფილიყო ამ ლექსის შექმნისა საბოლოოდ მაინც ისეთ ფორმას ნახულობდა რომელიც ყველას გულთან მისავალი იყო და შესაბამისად ეს თემატური მრავალფეროვნება სადაც ასევე იყო წარმოდგენილი მისი დამოკიდებულება ქვეყანაში არსებული ვითარებისა ხო ასევე საინტერესო არის მისი დამოკიდებულება ზღვასთან რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი და აუცილებლად უნდა ითქვას იმ ანდერძის სახსრულების შესახებ საერთაშორისო
საუკეთესო ფესტივალი, რომლის დამფუძნებელიც თქვენ ბრძანდებით სხვა და ქართველები, რომელიც ბათუმში ჩატარდა, ასე ვთქვათ და დიდი იმედი მაქვს, რომ ყოველწლიურად გაგრძელდება და ასეთ სახეს მიიღებს. ამ კუთხითაც რომ ვისაუბროთ, ქალბატონო ნინო, რომ აი უფრო მეტად რას უთმობდა ყურადღებას. პოეტს სურს რაღაც და ის მის სიცოცხლეში ვერ აღსრულდება. ჩვენ მოვალე ვართ, ხო? პოეტთა მსახურებს უწოდებთ ჩვენ თავს, რომ აღვასრულოთ ის. ეს იგი ანდერძი არ არის, რომ უნდა დატოვა ეს სიტყვები და ვერ მოასწრო მის აღსრულება და ეს სხვა და ქართველები ზუსტად ამას მიეძღვნა მის აი ამ სურვილს, რომ ბათუმში, სწორედ ბათუმში დაარსებულიყო ეს ფესტივალი და ეს სხვა და ქართველები ეს სათაური არტურ ლაისტის წერილის, რომელსაც თვითონ საუბრობს და ახმოვანებს ამ წერილს და რაღაცა ეს რაღაც დიდი პატივია, ხო, მისი ანდერძის ასრულება, რომც მოიდომოდა, რომ გამოგივიდეს რაღაცნაირად ეს მე დიდ პატივად ჩავთვალე და ალბათ კიდევ აქვს მას ანდერძები თავის უბის სიგნაკებში გაბნეული ალბათ კი არა აქვს და ის ძალიან ბევრს ფიქრობდა ის არ არის რომ ხოლოდ ცაში დაფრინავდა ძალიან ბევრს ფიქრობდა საქართველოზე და ტკივნეულად ფიქრობდა სხვათა შორის და თამამად ფიქრობდა ეს არ იყო მშიშარა კაცი გალაქტიონი ეს დაამტკიცა ბევრი რამით დაამტკიცა მან ეს იგივე ვინეკარებოდა მაშინ უშიშროებისში უკვე დამწყდებულ ადამიანებს ხო ხალხი ვარს ამბობდა ქმარზე შვილზე შოველზე და წერილი დატოვა მან უშიშროებაში რომ русское ენაზე იმათვის გასაგებად. Нет, моя жена Оля Окуджава никогда не была троцкисткой. და ამას ასაბუთებს და ამუნათებს იმ ხალხს. ეს არ არის ადვილი. ხო, მაშინ შესაძლოა ადვილია დღეს და. არ არის ადვილი და ეს არ იყო მხოლოდ ლირიკოსი, ძალიან ძლიერი ადამიანი იყო და აი ამ ძლიერი ადამიანისგან თვითმკვლელობა ეს როგორ და მე გავეცანი მასალებს საგამოძიებო მასალებს თვითმკვლელობის თუ თვითმკვლელობას უწოდებთ მას და შეიძლება ამაზრზენია რაღაცა ის ექიმების დასკვნების სამედიცინო ტერმინოლოგიით ახლა გალაქტიონს და პოეტს კი არა აი რაღაცას რომ აი ხო რაღაცა რომ რაღაც რომ ტრაუმული შოკი რომ ეს ვარდნისგან მოხდა ეს დაჟეჟილობები და ეს ყველაფერი დაეცა თუ არა მაშინვე სული განუტევა და ეს არის აღწერილი რაღაცა სამედიცინო რაღაც ისეთი ჩვენთვის გაუგებარი ტერმინოლოგიით მაგრამ ყველაფერი მეტაფორაში რო გადაიტანო იქ არის ესეთი ფრაზა გამოციკვლილი მდგომარეობა გამოწვეულია სიმაღლიდან ვარდნით ხო შეიძლება ეს მეტაფორაში გადაიტანო ხო სიმაღლედან ვარდნით აი ეს იყო მისი ალბათ სიკვდილის მიზეზი და იქ გამოკითხვა არის იქ ექთნების ექიმების აი მაგალითად იქ არის ქირურგიული განყოფილების გამგე რომელიც ამბობს როცა მოიყვანეს გალაქტიონი არ დააწვინეს ორ კაციან პალატაში მესამე საწოლი ჩაუდგეს და კი იყო იქ კარგი პალატები მაგრამ ეს იყო განსაკუთრებული საპატიო ხალხისთვის მაგალითად ერთ-ერთ პალატა ლუქსში უნივერმაგის დირექტორი იყო გალაქტიონი და ის რომ შეიყვანეს გალაქტიონი ის შეწუხდნენ ის ავანტყოფები და გალაქტიონი თან მორიდებული და არც შედიოდა თურმე არ შედიოდა იქ და
მე ეგთან ამბობს შეხვდა როგორ ძანე კარგად ვარ ყველას ეუბნება მე ექიმი ფალავანდიშვილი როგორ ძანდებით ბატონო გალაქტიონი ეს ყველაფერია იქ დაკითხვის ოქმებში კარგად ძალიან კარგად მეკცევიან აი არაფერს აუქს არ ამბობს მათ კარგად ყველას ეუბნება კარგად აი როცა ისიც აღწერილია რომ მიიყვანეს პიჟამო ჩააცვეს ასე პიჟამოს უწოდებდნენ ამ ტანსაცმელს ავანტყოფის და ეს ყველაფერი როგორ და არც აპირებდა ის სიკვდილს იმიტომ რომ ძმისშვილმა მიიყვანა იქ და იმას წადი გამომცემლობაში წიგნების ის დამირეკეს არ აპირებდა ეს ფაქტია რომ არ აპირებდა და ესე მოხდა და ამ 17 მარტს სულ ის მახსენდება მურმანის ეს ლექსი ლევანტის ცნობილი ეს ლექსი რომ ყვავილების მდინარეს კუბოცისკენ ვიქონდა იწვა გალაქტიონი და თავისთვის ფიქრობდა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი რომ ხო რაღაცნაირი გალაქტიონის საუბარი ყოველთვის სხვანაირია. ვეროს ვერ ლაპარაკებ ჩვეულებრივად. ვერც იფიქრებ, ვერც მოусმენ, ვერასდროს. ესეთი თვითონ იყო ესეთი, იმიტომ რომ ვერასდროს ვერაფერს ვერ შეადარებ. იყო გალაქტიონი, აბრუც სხვა თავის ადგილას. ნინო ხოპერია კინოდოკუმენტალისტი, ბათუმის გალაქტიონ დავითის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ზღვა და ქართველების დამფუძნებელი. დღეს ვიხსენებდით. გენიალურ გალაქტიონს, რომლის ტრაგიკულად გარდაცვალების დღე